იქ სადაც თითქოს ღობე გადაანგრია ადამიანებმა ეს ვიდეო კადრი თავად გამოძიებამ გააქრო 112-ის, ანუ სახელმწიფო უწყების ჩანაწერებიდან. ეს აშკარაა, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, როგორ ფუნქციონირებს ის ვიდეო კამერები, რომელიც დედაქალაქში 112 საათს განთავსებული, მას კონკრეტული ოპერატორი არ ყავს, ის იღებს თლიან კადრს, ანუ ამ ვიდეო კამერით გადაღებული იყო, როგორ იქცევა პრეზიდენტის ღობე პირველ ჯერზე. თუმცა როგორც ჩანს გამოძიებლის მითითებით ეს ნაწილი მოხდა манипуляცია ვიდეოზე და არ ჩანს სასამართლოში წარმოქმნილ მტკიცებულებაში. არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, სადაც ნათლად ჩანს რამდენი ადამიანი, რამდენი მოძრაობით ახდენს ამ ღობის წაქცევას და ეს იყო 112-ის კამერა, რომელსაც გადაღებული აქვს, თუმცა გამოძიებამ დამალა ეს ნაწილი ვიდეოსი, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა რეალურად რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდა თუ არა ღობის წაქცევას და შეკითხვა იყო, რას დაამტკიცებდა ეს. ეს დაამტკიცებდა იმას, რომ ღობე წინასწარ იყო დაზიანებული და უბრალოდ ერთი ხელის მიწოლითაც კი, როდესაც ადამიანები აქ არ არის საუბარი, რომ ვინმე ღობის წაქცევას ცდილობდა თუ არა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც ადამიანები ხშირ შემთხვევაში ემოციას გამოხატავენ, ახმაური შექმნის მიზნით ღობეზე ხდება ნივთის მირთმაც, ხელით დაჯაჯგურებაც და ასე შემდეგ, მაგრამ ღობე არ იქცევა. ამ მონაკვეთში ჩანდა კონკრეტული რაკურსით გადაღებული კადრები, თუმცა საქმეში არსებობს სხვა ბევრი რაკურსით, რომელიც უკვე გამოკვლეულია პროცესებზე. არც ერთ ვიდეო ჩანაწერში ხელოვნური ჩარევა არ მომხდარა.